20 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას სომხეთში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მასპინძლები B დივიზიონში გადასვლისთვის სტუმრები კი დარჩენისთვის იბრძოლებენ. დისკვალიფიკაციის გამო ჯვაროსნებს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია ვერ დაეხმარებიან, თუმცა ფეხბურთის გურჯაანელი კომაგები მაინც იმედიანად არიან და სჯერათ, რომ ქართველები მორი გამარჯვებას იზეიმებენ. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მას ცნობილი რუმინელი არბიტრი რადუ პეტრსკუ განსჯის. ხვალ ჩვენ დაჟე დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ. მართალია კვარაცხელია არ თამაშობს არ გუნდის კაპიტანი, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენი ბიჭები, ვთქვათ მიქაუტაძე, ზიბზივაძე, ჩვენი საყვარელი ბიჭი ქოჩორა, პლუს დავითაშვილი ზურიკო არიან ძალიან მწყინვალე ფორმაში. მართალია სომხებს აქვთ რაღაცა გარკვეული წარმატებები, მაგრამ ჩვენამდე ვერ მოვლენ. ამიტომ უნდა შეგუებული იყვნენ დიდი ანგარიშით წაგებას. ბოლოდინი რა თქმა უნდა პოზიტიურია, იმიტომ ეხლა სომხებთან ძველი დრო რომ გავიხსენოთ, თბილისის დინამოს არასდროს არ უჭირდა თამაში, ერთი ეგარი რომ ისინი ჩვენთან იკლავდნენ მაინც და მაინც თავს, რომ ოღონდ თბილისის დინამო დაემარცხებინა, მაგათი მთავარი ამოცანა ეგ იყო. 60-იან წლებში იყო ერთი დათუნაშვილმა რომ გაუტანა 5 გოლი, როგორც მახსოვს პატარებლებზე აწერებდნენ, მოვიდა დათუნაშვილი, ასე მასხარად, ასე რა, ხუმრობით და. ბოლოდინი რა თქმა უნდა დადებითია, უეჭველი უნდა დავამარცხოთ, იმიტომ რომ მულად გადავხედოთ, მართალია კვარაცხელია და კაშია არ გვეყოლება, მაგრამ დანარჩენები ახლა ვინცა ყვანან, ხო ხედავთ რა ძალიან წინვალი ფორმაში არიან, მიქაუტაძე, ჩარკვეტაძე, ზივზივაძე და დანარჩენები ძალიან კარგი გუნდი ყავს და ბოლოდინი არის რომ უეჭველი გამარჯვება იქნება. ყოველ შემთხვევაში წაგების იმედი არა მაქვს, არა ფრეთს რო ვითამაშოთ კიდე არა, მაგრამ მოგება უფრო ვაწყობს კიდე და იმედიც აქვს რომ მოიგოთ. ნახოთ რა იქნება. იმიტომ რომ გუნდი საკმაოდ კარგი გუნდი ყავს და ერევანთან თამაში არ უნდა გაგვიჭერდეს განვეთ. ყველა ვარიანტი უნდა მოვიგოთ. ყველა ვარიანტი უნდა გავიმარჯვოთ და რომც პატარა კითხვის ნიშანი იყოს, მალადე ჩვენ ბიჭებს მაინც რომ აი ამ სიტუაციაში გავიდნენ. ეს ხო დიდებაა, ეს ხო ჩვენი სახელი, ეს ხო ჩვენი დიდი პატივისცემაა და ამით ვამაყობთ. ვენაცვალე მაგათ ძლიერები არიან, მაინც ძლიერები არიან. ეხლა არ იდამაშებს დაუშვათ კვარაცხელია, წამყვანი მოთამაშე, მაგრამ არ აუშვათ, ბიჭები არიან ანგრევენ. ისმის თავარია რომ ერთი კაცი გურჯაანელი ყავ კიდე, რომელსაც მიჰყავ პარადი იქ.